სალ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით 26 საჩუქრის იდეის შესახებ 2026 წლის საშობაო საახალწლო სეზონისთვის. ეს ვიდეო ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა უკვე. ყოველ წელს გესაუბრებით ჩემი იდეების შესახებ, საჩუქრების იდეების შესახებ. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცეები მეორდებოდეს გასული წლებიდან, რადგან კარგი საჩუქრის იდეა კარგი საჩუქრის იდეა, რას ვეზავთ? პირველი კატეგორია არის ბავშვებისთვის. აქ აუცილებლად უნდა ვთქვა სასაჩუქრე კუპონის იდეა. ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო, სახალისო, უფასო საჩუქარია. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მაგრამ მოდით ჯერ ბავშვებით დავიწყოთ და ეს არის შენი ხელით სახლში დამზადებული კუპონი სასაჩუქრე ბარათივით, სადაც შენ თვითონ წერ, რას ჩუქნი, ვისაც გინდა იმას. ამ შემთხვევაში ვთქვათ ბავშვი. და უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, რაც შეიძლება, რომ ამ სასაჩუქრე კუპონებში ჩაწეროთ. მაგალითად, 1 საათი ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში, 1 საათი ვიდეო თამაშების ერთად თამაში, ის რაც თქვენს პატარას უყვარს და დაამახსოვრდება, რომ თქვენთან ერთად გააკეთოს. საერთოდ ერთად წასვლა, რაღაცის ერთად ნახვა, კინო იქნება, ზოოპარკში გასეინება, იქნება პარკში გასეინება. არ აქვს მნიშვნელობა. ის რაც იცით, რომ თქვენს პატარას განსაკუთრებით უყვარს და თქვენთვის შეიძლება მაინდა-მაინც განსაკუთრებულად საინტერესო ამბავი არ იყოს, რომ თქვათ, ნუ არ ვიცი, რაღაც მულტფილმს უყუროთ მე ასეჯერ უკვე, მაგრამ თქვენს პატარას ძალიან უყვარს თქვენთან ერთად ამ მულტფილმის ყოფნა. არის უამრავი რაღაცის ჩაწერა შეიძლება ამ კუპონებში და ჩუქება ბავშვებისთვის, რაც უფასოა და ფიქრობ ძალიან კარგი იდეაა. თუ ფინანსურად ცოტა სტრესული წელი გქონდათ და შეიძლება არ გქონდეთ ამ წუთას ფინანსურად იმის შესაძლებლობა, რომ უფრო დიდი ფინანსურად უფრო დიდი საჩუქრები აჩუქოთ პატარებს, ფიქრობ, რომ ძალიან გაახარებთ მსგავსი იდეებით და თან ვფიქრობ, რომ ეს არაჩვეულებრივი საჩუქრის იდეა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც, თქვენი პარტნიორებისთვისაც, არ ვიცი, რაღაც ისეთი, რაც ერთს ძალიან უყვარს, არ ვიცი, რაღაცა სერიალი, რომელიც ერთს ძალიან უყვარს და მეორეს ამ კატეგორიიდან სერიალების ატანა არ შეუძლია. ან სპორტის რაღაცა სახეობა, არ ვიცი, ნებისმიერი რამე, რაც ერთ პარტნიორს ძალიან უყვარს და მეორე ძალიან არ უყვარს, მასთან ერთად გააკეთოთ რაღაცეები, ან არ ვიცი, თუ ბავშვებისთვის შეიძლება როგორც იდეა გამოვიყენოთ, ასევე რომ თინეიჯერები განსაკუთრებით თუ ვიყურებს ფილმი, მშობლებს გაახარებთ ძალიან, მე მგონი, რომ ასეთი სასაჩუქრე კუპონები გააკეთოთ, რომ არ ვიცი, დღეს თქვენ დაალაგებთ სამზარეულოს. დღეს თქვენ დარეცხავთ სასურველ დროს დედა რო გეტყვის, კუპონს გამოიყენებს, შენ დარეცხავ დღეს ჭურჭელს. ეს კუპონი ერთხელ ჩაგეგზავნები მაღაზიაში. იმდენი სახალისო რაღაცის მოფიქრება შეიძლება. რაც შეიძლება რომ ამ კუპონებში ჩაწეროთ და სხვადასხვა ადამიანებს აჩუქოთ. არ დაგავიწყდეთ ოღონდ, რომ ეს კუპონს რომ მოხერს ეს ადამიანი, ვინცაც აჩუქეთ ეს კუპონი, ხელი მოაწერინოთ, ზეთ რომ შეასრულეთ სურვილი და ხელმეორედ აღარ გამოიყენოს ეს კუპონი, ეს ტექნიკურ ბიუროკრატიულ დეტალებსაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს სახლში დამზადებული კუპონები შემდეგ ბოროტი განზრახვდნენ მე ვარ მე უკვე გავერთი ამ იდეით გეუბნებით. აი წარმოიდგინეთ თქვენ მეგობრებისთვის. არის არც ყველას გვყავს ადამიანები ცხოვრებაში, რომლებსაც აი უკვე ერთმანეთს საჩუქრებს აღარ ჩუქნით, უკვე იმდენი ხანია, ერთმანეთს იცნობთ და უკვე იმდენი ხანია ერთმანეთის ცხოვრებაში ხართ. მე მგონი, არ ვიცი, თუ კი რამის ჩუქება შეიძლებოდა ერთმანეთს საჩუქრად, აი გადახვედით მაგ ეტაპიდან და მაგ პერიოდიდან ერთმანეთისთვის საჩუქრების ყიდვა და რაღაცა, არ ვიცი, შეიძლება აღარ არის ეს თემა თქვენთვის, მაგრამ აი ცოტა უფრო სიხალისე რო შეიტანოთ თემა საჩუქრებში. თუ ყავთ მეგობრები, რომლებსაც პატარა ბავშვები ყავთ, ან ბავშვები ყავთ, შეგიძლიათ აჩუქოთ უფასო ძიძა კუპონი. როცა დასჭირდები, რა თქმა უნდა წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, მაგრამ თუ მშობლები პაემანზე წასვლას გადაწყვეტენ ბავშვების გარშე, რომ უფასო ძიძა იქნები ერთ შაბათ საღამოს, ან რაღაცას, აი იმდენი სასიამოვნო უფასო რაღაცის მოფიქრება და გაკეთება შეიძლება ამ კუპონებით, რომელთაც ოჯახის წევრებს გაახარებთ, მეგობრებს გაახარებთ, პატარებს გაახარებთ, დიდებს გაახარებთ. თუ გაგიკეთებიოთ ვინმეს უკვე მსგავსი კუპონები, თქვენს გარშემო ადამიანებისთვის, სიამოვნებით გაგვიზიარეთ კომენტარებში, როგორ მიიღეს ეს იდეა, როგორ მიიღეს ეს კუპონები და
რამდენად წარმატებული აქცია იყო. თუ სტუდენტები გყავთ თქვენს გარშემო ან სკოლის მოსწავლეები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება წყლის ბოთლი. უნდა მივეჩვიოთ საქართველოში, უნდა გავხადოთ ეს ამბავი ძალიან რეგულარული თემა, რომ წყალი სულ გქონდეს თან. არ ვიცი, რატო გვაქვს ეს მომენტი, რომ წყლის ბოთლებს ძალიან იშვიათად ვატარებთ თან. იმედი მაქვს, რომ ცოტა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეგ ამბავი და სტენლის კულტმა მაინც ცოტა უფრო პოპულარული გახადა. ინტერნეტის და სოციალურ მედიის გავლენით იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო მოდური და პოპულარული გახდა წყლის ბოთლის ტარება, მაგრამ ნუ სტენლის ჩუქება, რა თქმა უნდა, არანაირად აუცილებელი არ არის. უამრავი კარგი, თუნდაც სპორტული წყლის ბოთლი შეიძლება იპოვოთ სხვადასხვა შოპებში, Amazon-ზე განსაკუთრებით, რომლებიც შეიძლება რომ როგორც ბიჭებს, ესე გოგონებს აჩუქოთ. ეგ უნდა გავხადოთ ძალიან ნორმა, რომ წყლის ბოთლი ბავშვს და სტუდენტს თუ უფრო დიდს თუ პატარას, ყველას უნდა გქონდეს ჩანთაში. ეგ ძალიან ნორმა უნდა იყოს ჩემი აზრით და ესეთი კარგი ხარისხიანი ბოთლის ჩუქება, რომელიც წლების განმავლობაში შემდეგ გამოადგება, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეა. ასევე სტუდენტებისთვის ვფიქრობ, რომ წიგნაკი, კალენდარი, პლანარსაც ეძახიან, შენი იდეები და სხვა დეტალი ყველაფერი ჩაწერო შიგნით, თან კალენდარი იყოს, თან წიგნაკი იყოს. ეგეც ვფიქრობ სტუდენტისთვის ძალიან კარგი იდეა იქნება. ახალი წლისთვის როგორც საჩუქარი უამრავი სხვადასხვა დიზაინის წიგნაკის და კალენდრის, ჯიბის კალენდრის, მაგიდის კალენდრის შეძენა შეიძლება. ან არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ან თქვენს გარშემო ადამიანებისთვის, კედლის კალენდარი ინდივიდუალური ფოტოებით. მოძებნეთ, ამოქეკეთ ძველი ფოტოები. დარწმუნებული ვარ, იქნება ადგილები, სადაც შეიძლება რომ ეს კედლის კალენდრები თქვენი სასურველი ფოტოებით გაგიკეთოთ. ნუ ეხლა ეს რასაც Amazon-ზე ყიდულობს, ან რაც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში ეგ ამბავი ვიცით, რომ ეს რასაც ცხენები და კურდღლები და ხედები და მთები და მდინარეები და ეს რაღაცების მსგავსი ფოტოებით, მაგრამ კიდევ უფრო პირადული იქნება, კიდევ უფრო სახალისო იქნება ძველ ფოტოებს თუ ამოგეკავთ. ამოგეკეთ 90-იანების ფოტოები. წარმოვიდგინეთ რეიტუზებით და ესა ბრეტელებიანი მაიკები რო გვეცვა ყველას. აი რატო ეხლაც ეგ ეხლაც მოდმე ბრეტელებიანი მაიკამაც. რეიტუზი აღარ. მაგ კულტს დავახციეთ. ბრეტელებიანების კულტიდან ვერ გამოვედი. სავარაუდოდ როგორც მაგ კულტის წევრი ისე მოვკვდები, მაგრამ ანუ რაღაცა მოკლედ. ძალიან მოდურად ხო გვეცვა ხოლმე 2000-იანების დასაწყისში და 90-იანებში. აი ეგ ფოტოები ამოგეკეთ. და წარმოიდგინეთ მაგ ფოტოებით კალენდარი, 12 თვე, 12 არა ჩვეულებრივი ფოტო და ნელი თვე ამ საოცარ ფოტოებს რომ დაუყურო კედელზე. ვფიქრობ ძალიან მაგარი იდეა იქნება. ვისაც ფართის და მუსიკის მოყვარული ადამიანები გყავთ გარშემო, მათთვის საჩუქრის მოფიქრება მაინდა-მაინც მარტივი თემა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სპიკერი იქნებოდა საკმაოდ კარგი საჩუქარი იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ხშირად იკრიბებით ხოლმე სახლში. თქვენთვისაც მომგებიანი იქნება მსგავსი საჩუქარი კარგი მუსიკისთვის. შემდეგ ფართიზე კარგი სპიკერი თუ გექნებათ, კარგი საჩუქარიც იქნება. ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მასპინძლობენ ხოლმე ფართის. ოღონდ რაღაცა მათ დიზაინში, ანუ სპიკერი ეს Bluetooth-ზე რო ერთდება და რაღაცა შავი ყუთი დგას, ეგ აღარ არის აუცილებელი რაღაცა მსგავსი შეხედულება გქონდეს მაინდა-მაინც სპიკერს, ამიტომ უამრავ სხვადასხვა დიზაინში, რეტრო დიზაინები მომწონს განსაკუთრებით Amazon-ზე ნახავთ უამრავ სხვადასხვა რეტრო დიზაინით, რომელიც ამ ადამიანების სახლის დიზაინს და მათ გემოვნებას უკარგად იცნობთ ადამიანს, შეიძლება რომ მოარგოთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. ასევე ეს ფართის და მუსიკის მოყვარულ ადამიანების კატეგორიაში უნდა გავუშვა ფართისთვის ხის სერვირების დაფები. სერვირების დაფები არ ვიცი. თქვენ ქართულად, ანუ სერვირებისთვის, მაგალითად, ყველის ან ხორცეულის დაფები, რომლებიც პირდაპირ სუფრაზე გვაი ყველისთვის და ხორცეულისთვის არის ყოველთვის კარგი იდეა. ხილისთვისაც შეიძლება რომ კარგი იდეა იყოს, კარგი ხარისხი შეიძლება მეტალის იყოს, შეიძლება ხე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარია. მე მსგავსი საჩუქრის მიღება მაგალითად ძალიან გამახარებ და ცოტა უფრო ექსტრავაგანტული, ცოტა უფრო ეს შემდეგი საფეხური ფინანსურად და ცოტა უფრო მეტი რო იქნება და ცოტა უფრო მეტი ინვესტიცია რო გამოვა, მაგრამ ცოტა განსხვავებული და გამორჩეული საჩუქარი რო შეიძლება იყოს. ჩემი აზრით ასეთი არის fondue. არ ვიცი ქართულად რამე სპეციალური სახელი თუ ქვია ხა მაგას და თუ თარგმნიათ fondue რა. ნუ რა თქმა უნდა უფრო ძვირია და ცოტა უფრო სპეციალური, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეული საჩუქარი იქნება ჩემი აზრით. ნუ
უფრო უფრო ტკბილეულისთვისაც რო შეიძლება რომ გამოიყენოთ შოკოლადი, ან ყველისთვის მდნარი ყველისთვის იყენებენ ხოლმე ხშირად, ფართისთვის, ან სამეგობროს შეკრებისთვის, აი ფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოსაყენებელი პროდუქტი იქნება, ძალიან კარგად გამოსაყენებელი საჩუქარი იქნება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ესე ხშირად იკრიბებიან ხოლმე ერთად, მაგრამ ნუ ხო ეს უფრო ისეთი საჩუქარია, რომ ცოტა უფრო მეტად უნდა იცნობდე, რა თქმა უნდა, ადამიანს და იცოდე, რომ გამოიყენებს რაღაც მსგავს, ანუ შენს ოჯახის წევრს აჩუქო, რომ მერე შენს კატეგორია დეკორი კიდევ, მან სხვადასხვა კარგი საჩუქრების მოფიქრება შეიძლება. მაგალითად, სანთლები და სასანთლეები, ეგ ჩემთვის აბსოლუტურად ცალკე კატეგორიაა, იმიტომ რომ ვგიჟდები სანთლებზე. ძალიან ბევრი სანთელი მაქვს. ძალიან ბევრი სანთელი მაქვს. სურნელოვან სანთლებზე ვგიჟდები. თუ იცით მაგალითად ადამიანს, რომელიც სუნამო უყვარს, რომელი მიმართულების არომატები უყვარს, მაგაც უფრო ძვირიანი ვერსიები შეიძლება შეარჩიოთ, ან უფრო ბიუჯეტური ვერსიები. მე ვგიჟდები არომატულ სანთლებზე, რომლებიც საკმაოდ ბიუჯეტურია, მაგრამ აი ძალიან კარგადაც იწვევიან და ძალიან სასიამოვნო სუნს აყენებენ ოთახში. სასანთლეების თემა ხო საერთოდ კიდე ცალკე კატეგორიაა. მაგაც დეკორის მიხედვით უამრავი რაღაცის არჩევა შეიძლება სეზონიდან გამომდინარე, თემატურობიდან გამომდინარე, ან ძალიან ისეთი კლასიკური ვერსია, რომელსაც სეზონი საერთოდ არ აქვს, ან ელექტრო ვერსიებიც არსებობს ეს სანთლების ელემენტებზე მუშაობს და დეკორის ფუნქციას უფრო ასრულებენ და წლების განმავლობაში რომ დარჩებათ და გამოიყენებენ, ეგეც საკმაოდ კარგი საჩუქარია, ნუ აქ ცოტა უფრო თქვა ადამიანის გემოვნებას და როგორ მოერგება მის სახლს და დიზაინს ცოტა ეგ ამბავი უნდა ცოტა კი არა დიდად უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ეგ ამბავი რომ გამოიყენოს მე იმ ადამიანმა ეს საჩუქარი, მაგრამ თუ კარგად იცნობთ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კატეგორიაა, ძალიან კარგი საჩუქრების შერჩევა შეიძლება. შეიძლება იმიტომ ვამბობ, რომ მე მიყვარს ძალიან სანთლები და ჩემთვის იქნებოდა კარგი საჩუქარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ობიექტურადაც რო შევხედოთ, განსაკუთრებით ამ სეზონზე ახლა კარგი ხუნღულა არომატით სანთელი, უფ, ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. ოთახის არომატიზატორი, ელექტრო არომატიზატორი, დიფიუზერსაც ვეძახით, მე მაქვს. ეთერზეთები არის ერთადერთი კატეგორია, მანდ, სადაც ვიყენებ ეთერზეთებს. ეთერზეთები მაქვს სხვადასხვა. ეხა ამ სეზონისთვის ძირითადად დარიჩინის არომატს ვიყენებ, ვაშლის, შემწვარი ვაშლის და დარიჩინის, ანუ შტრუდელის არომატს დაახლოებით და ჩემს სამზარეულოში საოცარ არის მსგავს გვერდით ოთახში მინდებს და ორივე ოთახს ყოფნის რეალურად უგემრიელეს არომატს აყენებს სახლში. მეორე მაქვს ვანილის ეთერზეთი. სულ რამოდენიმე წვეთი და ჩაასხა შეგნით ახლა ჩემს ორ ოთახს ეყოს სახლის დიდიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ეგ ამბავი უნდა დაარეგულირო, მაგრამ უგემრიელეს არომატს აყენებს სახლში. უგემრიელეს. ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ამ სეზონზე ვფიქრობ, ეს ძალიან მყუდრო ხუნღულა ეფექტს შექმნის სახლში და ძალიან კარგი საჩუქარი იქნება და დიზაინის თვალსაზრისითაც ეს არომატიზატორები ბევრი სხვადასხვა დიზაინი შეიძლება შეარჩიო, ისე რომ ადამიანის გემოვნებას და სახლს კარგად მოარგო. სურათების ჩარჩოები და სურათები. ვფიქრობ, რომ ეს ისეთი კატეგორიაა, რომელიც ცოტა მივიწყებულია, მაინდა-მაინც ბევრი არ ჩუქნის ამ კატეგორიიდან მეორე ადამიანს რაღაცას, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია, იმიტომ რომ აქ შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის მოფიქრება, როცა დიზაინს ეხება საქმე. იმ მხრივ, რომ შეარჩიო ჩარჩოები და პლუს ფოტოები შეარჩიო, თქვენი საერთო ფოტოები წარსულიდან, ბავშვობიდან, უნივერსიტეტის დროიდან, ქორწილიდან და არა აქვს მნიშვნელობა, აი ძალიან სახალისო, სასიამოვნო დროსთან რო ასოცირდება აი ესეთი ფოტოები და შეასოთ ეს ჩარჩოები და ისი აჩუქოთ, ან მხოლოდ დიზაინის მხრივ აჩუქოთ ეს ჩარჩოები და მე იმ ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, რომ რეალური თავისი ფოტოების გამოყენება უნდა თუ შეიძლება დიზაინერის თვალსაზრისით უფრო თქვათ დეკორატიული ფოტოები გამოიყენოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიზაინის სახლის დიზაინის გადასახალისებლად ძალიან კაი კატეგორია. მე მაქვს ჩარჩოები კედლებზე, სადაც მაქვს კარტების პოსტკარტები უნდა მეთქვა, მაგას ქართულად რა ქვია? სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში ნაყიდი. ანუ პატარა ტრადიციასავით მაქვს, სადაც ჩავდივარ ხოლმე, რომელ ქალაქშიც თითო ბარათს აუცილებლად ვყიდულობ. და განათებები მაქვს გამაგრებული ამ ჩარჩოებზე, ხის სამაგრებით და ეს ბარათები და ხამით რო ვთავ ხოლმე, ოთახსაც ულამაზესად ანათებს. თბილ თეთრ განათებაზე თუ გადაიყვარ მით უმეტეს, ტაიმერი შეგიძლია დააყენო თავისი დროის გამოირთვება, რომ არ დაგავიწყდეს და თან ეს მოგონებებსაც გადახედავ ხოლმე და თან განათების მხრივაც ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის ოთახში, ზამთარში განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე
ჩართვა, ანუ ესეც ისეთი თემა არის, რომ შენ შეიგიძლია ეს მხოლოდ ჩარჩოები აჩუქო, ანუ ფოტოების ჩარჩოები ან ესეთი ჩარჩოები, რომლებზეც შეგამენ ფოტოები და თუნდაც ბარათები დაამაგრო. ზედ ან თქვენ ძველი ფოტოები შენ თვითონ ამობეჭდ, დაუმაგრო ზედ და ისე აჩუქო, ანუ ორივე ვერსიის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ამას ვანთებ ხოლმე, საოცარ მოგონებებთან მაბრუნებს ამ ყველაფრის ნახვა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაისაჩუქარა იქნება. მით უმეტეს ამ ბოლო დროს ფოტოებს მე მგონი აღარავინ აღარ ბეჭდავს. ყველას რატომღაც ტელეფონში ან სადღაც OneDrive-ზე ან სადღაც ეს cloud-ზე გვაქვს შენახული ჩვენი ფოტოები, ამიტომ რეალურად ამობეჭდილი ფოტოები მე ვფიქრობ, რომ დავაბრუნოთ რა ეგ ტრენდი, ამობეჭდილი ფოტოების ტრენდი დავაბრუნოთ. დღევანდელ ბავშვებს რა ესმით ის წვალება 36 ფოტოს გადაღება რომ შეგაძლოსო და 1-2 კადრი რო გქონდა დარჩენილი და ხალხს რო ვერ დააწყობდი ისე როგორც შენ გინდოდა რომ დაგეწყოდა. სახეებს რომ დააწყობდი ისე როგორც შენ. რაც არ უნდა მოგემზადებინა ყველა კადრში. 1 საათიანი მომზადების პროცესი რომ მიმდინარეობდა და მე მაინც უაზრო ფოტო რო გქონდა. და მე რომ უნდა გეცხოვრა მაგ ფოტოთია, იმიტომ რომ სადაც აიღებდი ეგ იყო რაც იყო. რას გაიგებ ეხა ეგ რამხელა ურთიერთობა იყო. ფოტოსთვის მომზადება რამხელა ურთიერთობა იყო, მაგას ვისაუხსნი ახლა ამით. დავაბრუნოთ რა ეგ ტრენდი. ყველამ ვაჩუქოთ წელს ერთმანეთს ერთი აი ძალიან რო არ გამოვიდა და ძალიან საშინელი თვალები რო დახუჭული გვაქვს, ან წითელი თვალები რო გვაქვს. ერთი ეგეთი ფოტო ჩვენი წარსულ ამოვბეჭდოთ და ყველამ ერთმანეთს ვაჩუქოთ. მე დავცხოთ კიდე იქნება ყველამ ერთმანეთს უბანში და აი არის 90-იანებს დაბრუნდა. დეკორისთვის კიდევ ერთი კარგი კატეგორია არის სარკე. მე მგონი ესეც ცოტა ესეთი თემა არის, რომ არ ვიცი რამდენად ხშირად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეთს მსგავს რამეს, მაგრამ სარკე არის ჩემი აზრით დეკორის ძალიან დიდი ნაწილი. ძალიან კარგად და მრავალფეროვნად რო შეგიძლია გამოიყენო ოთახში სიახლის შესატანად და გადასახალისებლად კედლების არის სარკე. რომელსაც ასევე შეიძლება პრაქტიკული დანიშნულებაც ქონდეს, მაგრამ შეიძლება საერთოდაც არ ქონდეს პრაქტიკული დანიშნულება და მხოლოდ დეკორატიული იყოს. სხვათა შორის ჩემთან დერბან შემოსასვლელთან მაქვს კედელზე ჩემი ძველი მეზობლის ალფრედოს დატოვებული სარკე. ალფრედო ძველ გამომწერებს გემახსოვდებათ, ჩემი მეზობელი გიტარაზე უკრავს პერჩენ მაქვს ნახსენებს სხვათა შორის აი ალფრედო გიტარაზე რო უკრავდა, რომელიც მექსიკიდან იყო თუ პუერტო-რიკოდან. ზუსტად ამაქვს. რაღაც ეგრე, სამხრეთ ამერიკიდან. არ და გეოგრაფიაში კარგი ვიყავ. იმედი ამას ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი აუყურებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვიყავ გეოგრაფიაში, բայց სახელების დამახსოვრებაში ვარ. ხო და არის ძალიან ძველი სარკე. ძველი სარკე. თვითონ რაღაცა ანტიკურ მარკეტზე აქვს, სადღაც ეს ქუჩაში ნაყიდი. და მე დამიტოვა. წლების წინ. რაღაცა ესეთი რაც შეიძლება მე ადამიანებს გახსენებდეთ, ურთიერთობებს გახსენებდეთ, ბევრი დანიშნულება შეიძლება ქონდეს ესეთ მარტივ რაღაცას, რაც არის სარკე, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი დეკორატიული დანიშნულება აქვს ჩემი აზრით. ბევრი არ იყენებს მაგ ამბავს ისე როგორც საჭირო. ნუ სკინქია და მაკიაჟზე არ ვსაუბრობ. დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ 24/7-ზე სკინქია და მაკიაჟის შესახებ ვსაუბრობ, ამიტომ დღევანდელ ვიდეო მინდოდა რომ მაგ ორი კატეგორიისგან გამეთავისუფლებინა, ასე ვთქვათ, მაგრამ ცოტა ისე ბიუთი კატეგორიებიდან სამკაულები უნდა ვახსენო აუცილებლად. ნუ ბეჭერი ცოტა რისკია, იმიტომ რომ ზომა თუ არ დაემთხვა, ანუ დაკითხო ან რაღაცნაირად ვიღაცა შეამოწმო, ცოტა უფრო ესეთი თემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყელსაბამი და სამანჯური არის ყველაზე ესეთი მარტივი ასარჩევი ამბავი. ნუ სამანჯურს ყველა არ ატარებს. ყელსაბამზეც უნდა რამეზე ალერგია ხო არ აქვს, ნიკელზე აქვს მაგალითად ბევრს ალერგია. და გადაამოწმოთ კარგად რა შეიცავს და რას ყიდულობთ და ვიმეს რაღაც ესეთი არაჩუქოთ, რაც შეიძლება მე ალერგიას იწვევდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი კარგი რაღაცის მოფიქრება შეიძლება დაბადების თარიღით, ინიციალებით, დაბადების ქვით, ზოდიაქოს ნიშნით. უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, როგორც სამაჯურისთვის, ისე ყელსაბამისთვის, სხვადასხვა ქვებით, სხვადასხვა ფერებით. ადამიანის გემოვნებას კარგად თუ იცნობთ და იცით რამდენად მოეწონება რაღაცა მსგავსი საჩუქარი, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასამახსოვრებელი საჩუქრის გაკეთება შეიძლება, რომელიც შემდეგ შეიძლება რომ წლების განმავლობაში ატაროს და თქვენს თავს გახსენოს. და სუნამოების კატეგორია უნდა შემოვიტანო ბიუთი კატეგორიებიდან, ასე ვთქვათ. პირველი აქ იქნებოდა ტესტერების ნაკრები, მაგალითად Sephora-ს ფავორიტების ტესტერების ნაკრებებზე ვისაუბრეთ.
ბევრ ბრენდს აქვს, ანუ სეზონის მიუხედავად, მუდმივ ასორტიმენტში სხვადასხვა სუნამოების ტესტერების ნაკრებები, სადაც შეიძლება რომ ბევრი საინტერესო სუნამო გატესტო, თუ არ იცის ზუსტად რა აჩუქო ადამიანს, რომელი სუნამო შეიძლება რომ ტესტერების ნაკრები აჩუქო, ან ტესტერების ნაკრები და რაღაც პატარა ვაუჩერივით, რომ თქვათ მე არჩიოს თვითონ რომელი სუნამო მოეწონება და საკუთარ თავს შემდეგ შენი სახელით ის სუნამო უყიდოს, ან თუ იცი რომ აგროვებს ადამიანი უყვარს და მოსწონს და ეს დეკორატიული რაღაცეები მისთვის საინტერესოა მინიატურული სუნამოების ნაკრები შეიძლება რომ შევუძინოთ, ანუ მისი ფავორიტი სუნამოები თუ იცით, ან რომელი ბრენდის სუნამოები, ან რომელი ბრენდები ზოგადად მოსწონს თუ იცით, მინიატურული სუნამოები Versace-ს აქვს მაგალითად არაჩვეულებრივი ნაკრები კრისტალების სუნამოების ხაზიდან. ძალიან სასიამოვნო საჩუქარი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ თვალისთვისაც ძალიან ლამაზია. თავზე შემოდებული დეკორატიული თვალსაზრისით ძალიან ლამაზი სანახავი, ასე ვთქვათ, და სუნამოები თვითონ ხო არაჩვეულებრივი სუნამოებია და შემდეგ უფრო დიდი ფლაკონის შეძენას გადაწყვეტ თუ არა მაგისთვისაც შეიძლება გამოიყენო ეს მინიატურული სუნამოები და გატესტო ეს არომატები. მე ვფიქრობ, რომ აი ეს სუნამოებში ეგ ორი, რომ ან ტესტერების ნაკრები, ან მინიატურული სუნამოების ნაკრები, ან თუნდაც თუ იცი ადამიანს რომელი სუნამო მოსწონს, მაგრამ აქვს ახლა ეს სუნამო, იმ სუნამოს ხაზიდან ხშირად აქვს ხოლმე ბრენდებს სხეულის სპრეები, თმის პარფიუმი, სხეულის ლოსიონი, სანთლები ვახსენე. იმ სუნამოს შესაბამისი სხვადასხვა პროდუქტები შეიძლება არომატებით შეარჩიო და პატარა ნაკრებებით გააკეთო. აჩუქო. სასაჩუქრე ბარათი. ხო, ნუ ეს ყველაზე ესეთი თემა არის, მე მგონი. საკმაოდ უსაფრთხო. იმ მხრივ, რომ ეს სასაჩუქრე ბარათი რომელიმე სალონის, რომელიც იცი, რომ მოსწონს და უყვარს და ხშირად დადეს არის თმისთვის, ფრჩხილისთვის, მაკიაჟისთვის, სკინკე ამბებისთვის. საყვარელი კაფის ან რესტორნის, ნუ ეგ ცოტა, მაგრამ კაფის მე მგონი ყველაზე ესეთი, ანუ თუ ადამიანი სამსახურში არის და ყოველდღიურად იცი, რომ თქვათ იმ კაფეში შედის და დილის ყავას იქ ყიდულობს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეა იქნება ამ კაფის სასაჩუქრე ბარათი რო აჩუქო, რომ თქვათ მთელი თვის ყავა რო შენზე იყოს. ყოველდილით ჭიქა ყავა ამ კაფიდან, რომ შენზე იყოს რაღაც ესეთი სასაჩუქრე ბარათი, რომ უნდა გაუკეთო, მე ვფიქრობ, რომ ასე კარგი იდეა იქნება. სამზარეულოს კატეგორიას რაც შეეხება, ნუ აქ ყოველწლიურად რაღაცას ვამბობ აუცილებლად და ცოტა მომეწურა მე მგონი კატეგორიები, მაგრამ თან არ მომეწურა, იმიტომ რომ ნუ სამზარეულოს თემა იმდენად ფართოა, რომ უამრავ დეტალზე შეიძლება იფიქრო, რაზეც შეიძლება ვერც წარმოვიდგინო, რომ აი რამდენად იქნება საჩუქრის იდეა, მაგრამ რო გადახედავ ამ სამზარეულოს ნივთებს, ისეთი ფასები აქვთ, რომ ძალიანაც კარგად იქნება საჩუქარი ნებისმიერი ადამიანისთვის. თუნდაც რეცეპტების წიგნით დავიწყოთ. მიხსენებია უკვე ეს ამბავი საჩუქრების ვიდეოებში, მაგრამ ეხლა რასაც დავაკვირდი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია კონკრეტულ თემაზე მიძღვნილი რეცეპტების წიგნები. მაგალითად, მხოლოდ დესერტებისთვის. 100 სხვადასხვა პასტას, ან პიცის იტალიური სამზარეულოდან რეცეპტი. 100 გზა როგორ მოვამზადოთ ქათამი. არ ვიცი, მოგეთ რაღაც კონკრეტულ თემას და იდეას მიძღვნილი რეცეპტების წიგნი. თუ ადამიანს კარგად იცნობ და იცი, რისი მომზადება უყვარს, რას მიირთმევენ გემრიელად და თვითონ რასაც აკეთებს გემრიელად და დაინტერესებული იქნება, აი კონკრეტული კატეგორიიდან რო არჩიო რეცეპტი, არა ზოგადი რეცეპტის წიგნი. აი კონკრეტულ თემას მიძღვნილი, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. ისევე როგორც მაგალითად ცოტა ტექნიკის თემას რო მივყვეთ, ნუ ტექნიკაზეც გვისაუბრია უკვე, მაგრამ აი თუნდაც ტოსტერი და წყლის მადუღარა. აი თუნდაც ახლა ამ სეზონზე ტექნიკაზე ყოველთვის კარგი ფასდაგლებაა ხოლმე. ისეთ ულამაზეს დიზაინებშია ეს ორი ნივთი განსაკუთრებით ტოსტერი და მადუღარა ერთმანეთის შესაფერისად. ცოტა უფრო რეტრო ვერსიები, უფრო თანამედროვე ვერსიები, აი სამზარეულოს დიზაინს რომ უარგო, იმიტომ რომ ესეთი ნივთები, რომლებიც თქვათ დგას სამზარეულოში და ხშირად ხედავ ხოლმე და ასეთი ელეგანტურადაც რომ გამოიყურებოდეს გარდა იმისა, რომ პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც დააფასებენ და პრაქტიკულად გამოიყენებენ ან საკუთარ თავისთვის, ან საკუთარ პარტნიორისთვის, რომ მე თქვენ თვითონ გამოიყენოთ სახლში. სხვადასხვა ეხა შემხვდა პრაიმ დღეები ქონდა Amazon-ს ცოტა ხნის წინ და პრაიმ დღეებზე შემხვდა სხვადასხვა Amazon-ზე ზეთის და ძმრის ბოთლები. ისეთი ულამაზესი დიზაინები არსებობს. ისეთი ულამაზესი ვერსიები არსებობს. ისე კარგად შეიძლება რომ მოარგო სამზარეულოს დიზაინს და თვალისთვის ესეთი აიქე ჩასასწრები, ყურადღებას რომ მიიქცევს და თვალს
თვალს რომ დაიჭერს, აი ზუსტად ისეთი ულამაზესი დიზაინები შეიძლება რა ისეთი ულამაზესი დიზაინი შეიძლება რაღაცა შეარჩიო ადამიანისთვის, ვინც დააფასებს და გამოიყენებს და იცით რომ მოსწონს ესეთი რაღაცეები და დაინტერესებულია სამზარეულოს ცოტა უფრო ესეთი დიზაინის დეტალებით მოწყობით და გამოიყენებს, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება თან პრაქტიკული დანიშნულებით, რომ რეალურად იყენებ ამ ყველაფერს. თან ოჯახისთვის, სახლისთვის, სამზარეულოსთვის, მაგ დანიშნულებით და იდეითაც და თან ძალიან ელეგანტური. ჩაის და ყავის მაგები უნდა ვთქვა, ჭიქები, ჩაისთვის და ყავისთვის, თუ გაალამაზებთ, ეს იდეა სხვათა შორის ახლა მომივიდა იმაზე, რომ მე მაჩუქეს ჩემმა თანამშრომლებმა ყველას სახელი წერია-Z და არ ვიცი რაღაცა ლამინირება თუ რა არის შემდეგ ზემოდან გაკეთებული ისე, რომ ანუ გარეცხაზე არ გადადის. ანუ მხოლოდ ის არის, რომ პერმანენტული მარკერით არის დაწერილი ზემოდან რაღაცა არ ვიცი რა აქვს ზემოდან გადაკარული ეს უფერული რაღაც, რომ ანუ რო რეცხავ არ გადადის ეს სახელები. ოფისიდან ჩემმა ყველა თანამშრომელმა თავისი ხელით და სახელებით ხელი მოაწერეს ჭიქაზე და ის მაჩუქეს ძალიან საყვარელი ჭიქა იყო, არის თვითონ დიდი ბუთქუჩა თეთრი და შემდეგ ყველას სახელი წერია, ზედაც რომ დაატრიალებთ ხოლმე ჭიქას, აი ყოფილი მხრიდან ვიღაცა სხვა თანამშრომლის სახელებს ხედავ. ოჯახის წევრებმა შეიძლება რომ ერთმანეთს გაუკეთოთ, მეგობრებმა შეიძლება რომ ერთმანეთს გაუკეთოთ წარწერებით, ხელნაკეთი რაღაცები შეიძლება რომ ადგილობრივ ბიზნესებს, პატარა ბიზნესებს დავეხმაროთ და ხელნაკეთი რაღაცები შეიძლება რომ შეიძინოთ, ვფიქრობ ეგეც ძალიან კაი საჩუქარი იქნება, ნუ წარწერებით, ან ისეთი დიზაინით, რაც უკვე გამზადებული და გაკეთებულია, მაგრამ იცით რომ თქვათ ამ ადამიანის გემოვნებაში ჩაჯდება. ეგ ვფიქრობ რომ ძალიან კაი საჩუქარი იქნება, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა და მესიამონა ის რაც ჩემმა თანამშრომლებმა გააკეთეს ჩემთვის და შემიძლია წარმოვიდგინო ვიღაცისთვის როგორც საჩუქარი, რამდენად სასიამოვნო იქნება, არ მიფიქრია ადრე მართალი რომ გითხრათ მასეთ რაღაცაზე, როცა მაგზე ხელა საქმე რა შეიძლება ესე პირადულად ესეთი პირადული გახადო მაგი და ესე მარტივად, მაგრამ ესეთი კარგი რაღაცით გადაახალისო და გაალამაზო და უნდა ჩამიმატებინა აუცილებლად ლევანდელის საჩუქრების სიაში. ბილეთები ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. კინო, თეატრი, ოპერა, გალერეა, მუზეუმი, რაიმე ივენთი, საახალწლო, საღამოსადმე. მე მაგალითად ეხლა რომ ვფიქრობ რა გამახარებ და ბილეთებს როცა ეხება კონში მუსიკ დომის ბილეთები გამახარებ და მაგალითად ძალიან ულებროშა აქვთ. ძალიან კარგად გაკეთებ. აი მაგისი ბილეთები როგორც საჩუქარი ძალიან გამახარებ. ნებისმიერი, ანუ რაღაც ესეთი ივენთის ბილეთის საჩუქრად მიღება გამახარებ და რა თქმა უნდა, კინო და თეატრი და ერთად რო წახვიდეთ, ვფიქრობ რომ კარგი იქნება, თეატრის აბონემენტი შეიძლება რომ აჩუქოთ თუ იცით რომელი თეატრი და რომელი რეჟისორი უყურს განსაკუთრებით. მთელი წლის აბონემენტი შეიძლება აჩუქოთ. ბილეთები არ უნდა დაგვაუწყდეს, ვფიქრობ რომ ეგეც ძალიან კარგი საჩუქარია, თუ ჩაუჯდებით ცოტას და მოიძიებ და გადახედავს სად რა ივენთები არის და ამ ადამიანს რა უყვარს, ვისთვისაც ამზადებს საჩუქარს. კარგი რაღაცები შერჩევა შეიძლება. მერჩი არის კიდე, ჩემი აზრით ძალიან კარგი იდეა. საყვარელი კლუბის, მომღერლის, ჯგუფის, სერიალის, ფილმის, არ ვიცი, ქალაქის, ქვეყნის, არ ვიცი თუ იცით ადამიანს რომელიც საფეხბურთო კლუბი უყვარს, რომელ როკ ჯგუფს უსმენს, ან რომელი ქალაქი უყვარს განსაკუთრებით. აქედან გამომდინარე შეიძლება რომ კარგი მერჩი შეარჩიოთ. ნუ ეს სისტემა როცა რეალურად იცი ადამიანს რა უყვარს, მაგრამ ცოტა სახალისო მერჩები შეიძლება რომ შეარჩიო, ვიცი რომ ეგეც პოპულარულია ახლა საქართველოში და ხშირად ჩუქნიან ხოლმე მსგავს რაღაცებს, ეს ცოტა სახალისო წარწერებით ერთმანეთს, უფრო მეტად იფიქრე ადამიანზე, კარგად იცნობ ადამიანს და შეგიძლია რაღაც ესეთი დეტალებით გაალამაზო საჩუქარი, რაც მაინდა-მაინც ის არ არის, რაც პირდაპირ მაღაზიაში თაროდან ჩამოიღედო, შეაფუთინე და აჩუქე რაღაცა ისე ცოტა უფრო ინტიმური პირადული დეტალების ჩამატება, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იდეა. სამოგზაურო ჩანთა, ეს მე მინდა და იმიტომ ჩავამატე. ანუ მაქვს სამოგზაურო ჩანთა, მაგრამ როგორ ჩანთა მინდა სიცით, როგორ ჩანთაზე ვფიქრობ, ხელბარგის ჩემოდანზე ჩამოსაცმელი, რომ მაგრდება ჩემოდნის სამოსაწევ ხელზე ისე, რომ არ გადავარდეს, გადმოვარდეს და აი რომ მიაგორებ ჩემოდანს ეს ჩანთად ზემოდან დევს. ოღონდ ისე რომ აი ჩასაცურებელი ნაწილი უკან რომ უფრო პრაქტიკული იყოს და ზუსტად ზომაში ერგებოდეს ხელბარგის ჩემოდანს.
აი ეგეთი ჭანტამით. და გადავწყვიტე, რომ ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, რომ ამ სიაში ჩამემატებინა. იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ხშირად არიან გზაში და შეიძლება რომ გამოადგეთ რაღაცა ესეთი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული საჩუქარია და ძალიან გაახარებთ ადამიანს. აი მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა რაღაცა ეგეთი საჩუქარი. რაიმე სასიამოვნო ფერი შეარჩიეთ, სასიამოვნო დიზაინი შეარჩიეთ, შიგნით კარგად რო იყოს რაღაცების ჩასალაგებლად საკმარისი ადგილი. განამხოლოდ იმიტომ, რომ მე მინდა, ობიექტურად. კარგი წიგნი, ძალიან კარგი საჩუქარია. ამისთვის ცოტა უფრო კარგად უნდა იცნობდე, რა თქმა უნდა, ადამიანს და იცოდე, რამდენად არის ზოგადად კითხვის მოყვარული, რეებს კითხულობს, რა ჟანრის და რა მიმართულების წიგნები უყვარს და თუ იცით ზუსტად რისი შერჩევა შეიძლება ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება, კარგი წიგნი, ან თუ იცით წიგნების მაღაზია, სადაც ყიდულობს ხოლმე წიგნებს და ვაუჩერები აქვთ. ვაუჩერი, სასაჩუქრე ბარათები აქვთ, შეიძლება რომ ეს სასაჩუქრე ბარათი უყიდოთ, რომ შემდეგ თვითონ შეარჩიოს თავისთვის საყვარელი წიგნი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი წიგნი ყოველთვის კარგი იდეაა საჩუქრად. და ბოლო, არის მოусმინეთ ადამიანებს. რას ეძებს ადამიანი? ძალიან მარტივ, ყოველდღიურ დიალოგში, საუბარში ადამიანი ხშირად თვითონ გეუბნებათ, რისი ჩუქება გაახარებთ. ძალიან მარტივია იმისი ცოდნა, რა აჩუქო ადამიანს, როცა კომუნიკაციაში და ურთიერთობაში ხარ ადამიანთან და რეალურად უსმენ, როცა რაღაცაზე გესაუბრებათ და ტყუილად თავს არ უქნევ. აი ძალიან მარტივი მაგალითია. ჩემს უფროსზე მაგალითად გითხარით კიდეც, რომ ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდა და მე და ჩემი თანამშრომელი, ვინც ერთი პატარა განყოფილებაში ვართ და ეს ჩვენი უფროსია, რაღაცა პერიოდის წინ ახსენა, რომ დექსტერის, სერიალი დექსტერის დისკები აქვს, დისკებზე აქვს დექსტერის ყველა სერია. სერია სეზონი. ნუ, გამარის სერიას, მაგრამ ანუ სეზონების მიხედვით აქვს eBay-ზე ნაყიდია იმდენად უყვარს დექსტერი. eBay-ზე ნაყიდი დექსტერის CD-ები, ანუ CD-ზე ჩაწერილი სეზონები და ერთი სეზონი მაგლიაო თქვა. არ მახსოვს ზუსტად ეხლა რომელი სეზონი იყო, მაგრამ მოვძებნეთ ეს eBay-ზე ეს სეზონი დექსტერის. ეს სეზონი არის ესეთი, ყველა სეზონი ეგრეა თუ მხოლოდ ეგ იყო, არ ვიცი, მაგრამ 18+ იყო. ანუ ეგ ცოტა ცალკე წვალება გამოვიდა, რომ ვერ დატოვებდა პოსტა, ესე უბრალოდ კარებთან ან ვერ ჩააგდებდა briefkastenში, იმიტომ რომ ხელი უნდა მოგვეწერა და პირადობა უნდა გეჩვენებინა, რომ სრულწლოვანმა ადამიანებმა ვიყიდეთ ეს და მაგაზე ცოტა ვიწვალეთ, რომ აბა სად გავაგზავნით, დიდ სამსახურში არ გვინდოდა მოსულიყო, რომ მას არ დაენახა და სახლში კიდე დღის განმავლობაში არ ვიყავით. მოკლედ, მაგაზე ცოტა ეს დაგეგმა და მთელი აბები გამოგვივიდა, ვინ აიღებდა და ხელს ვინ მოაწერდა და მოკლედ, ზრუნვა ადამიანზე, როცა იცი რა უნდა. რა შეიძლება რომ აჩუქო და მე მართლა იზრუნებ იმაზე, რომ მოძებნო ეს საჩუქარი, შეიძინო და ზუსტად იმით გაახარო ადამიანი, რაც მას უნდა, მაშინ როცა შეიძლება თვითონ ფიქრობდეს, რომ ნუ აი საიდან უნდა იცოდეს. სადღაც რაღაცა ერთ-ერთ ჭიქა ყავაზე რო ვისხედით სამზარეულოში, თქვა რომ აი დექსტერის ყველა სცენა მაქვს, CD-ები მაქვს და ერთი ერთი დისკი მაკლია ერთ-ერთი სეზონისა და დავიმახსოვრეთ და რო ვფიქრობდით რა ვაჩუქოთ და აი ეს დექსტერის CD რო გამოვიწეროთ და გადავქეკეთ eBay და ვიპოვეთ. მე ვფიქრობ, რომ ეგაა კიდევ აბსოლუტურად ცალკე კატეგორია, რომელსაც ვერც ერთ ქვეკატეგორიაში ვერ გავანაწილებ. მოусმინეთ ადამიანებს და ხშირად აი ესე ჭიქა ყავაზე საუბარში ამბობენ ხოლმე ადამიანები, ესეთ მარტივ დეტალებს, მარტივ რაღაცებს, რაც ძალიან გაახარებთ. კარგით, მეგობრებო, წლევანდელი წლის საჩუქრების იდეების შესახებ სულ ეს იყო. სიამოვნებთ გამიზიარეთ კომენტარებში, თქვენ რა იდეები გაქვთ საჩუქრებისთვის, ვის უნდა უყიდოთ საჩუქრები? თქვენ ვისგან ელოდებით საჩუქრებს? სეკრეტ სანტას თამაშის ამბავი კიდე პოპულარულია? თუ მიგვავიწყდა ეგ ამბავი, თქვენ ხომ არ გაქვთ კიდე რაიმე საინტერესო იდეები სეზონის საჩუქრებთან დაკავშირებით, სიამოვნებით გაგვიზიარეთ კომენტარებში. თუ შარშანდელი ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აქტივებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ თუ ეს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!